გამარჯობა ჩემოძვირფესებო და კარგებო ჩემო კარგო მეგობრებო. დღეს თქვენთან ერთად განვიხილავ ასეთ საჯარო გაშლას თუ რა ზნოს პიროვნება თქვენს მიმართ, ანუ პიროვნების გნობები თქვენთან მიმართებაში როგორია, ხო? ვფიქრობ, რომ დღევანდელი გაშლის თემა ყოველთვის საინტერესოა. ვნახავთ, რას გრძნობს პიროვნება სინამდვილეში, რას მალავს, როგორ აღიქვავს თქვენს ურთიერთობას და არის თუ არა ის ემოცია თქვენკენ მომართული. თხოვნა მექნება თქვენთან რომ მოიწონოთ ჩემი გაშლები, გამოიწონოთ ჩემი არხი. რა თქმა უნდა, ეს თავარია ჩვენი ენერგობალანსისთვის და რა თქმა უნდა, იმისთვისაც რომ არ გამოგცეთ ჩემი გაშლები შემდეგში, რომელსაც მე ავტვირთავ თქვენთვის. მოდი ვნახოთ. პიროვნების გრძნობები თქვენთან მიმართებაში, რას გრძნობს ის თქვენთან მიმართებაში რეალურად, ხო? როგორი იმისთვის ეს ურთიერთობა, როგორ აღიქვავს ის ამ ურთიერთობას და არის თუ არა ემოცია თქვენკენ მიმართული ეს პიროვნება. ჩაიფიქრეთ. თქვენი სახელი გვარი დაბადების წელი რიცხვი, პიროვნების დაბადების რიცხვი, სახელი და გვარი რა თქმა უნდა, დავიწყოთ გაშლა. მოცემულ თემასთან მიმართებაში. აბა დავიწყეთ. დღიანი ხმლები. Ესე არ ჩანს. ეს გაშლა სავარაუდოდ იქნება სიტუაციაზე, და იქნება სიტუაციაზე, სადაც არის პაუზა. არ არის დასასრული პაუზა, არის დროებითი დაშორება, ყველაფერი აქ დაიწყო. რაღაც სპონტანური თავისუფალი მსუბუქი ფლირტით, გადავიდა უფრო სერიოზულ გრძნობაში, აღმოჩნდა რომ აღმოჩნდა თავიდანვე შეიძლება ვიცოდით რომ პიროვნება დაოჯახებულია, აქვს ვალდებულებები, ამის გამო მოგიწიათ დროებითად დაშორება ერთმანეთთან, დასასრულია, ტრანსფორმაციას გადის ეს ურთიერთობა, აი რა ვიცი, თავხსნით ყველაფერს ისე როგორც საჭიროა, ფონი არის 4-იანი ხმალი და დავიწყოთ აბა ეს ყველაფერი რომ ავხსნათ სათითაოდ. როგორც აღნიშნე, აქ ბარათები აღწერენ ურთიერთობას, რომელიც თითქოს მარტივად დაიწყო, მაგრამ ძალიან სერიოზულ გრძნობებში გადავიდა, ანუ გადაიქცა გრძნობებად, მიუხედავად იმისა, რომ ამ კავშირს ბევრი დაბრკოლება და შინაგანი წინააღმდეგობა ახლავს, რეალურად განსაკუთრებით, იმიტომ რომ პიროვნება დაოჯახებულია და ამას საერთოდ ვიტყვი და დარწმუნებით ვიტყვი, ვალდებულებებით არის რეალურად შეკრული ეს პიროვნება, ხო? მოდი ახლა დეტალურად ზოგადად სიტყვაობა თავიდანვე აღნიშნე და მოვყევი, მაგრამ მაინც გავშალოთ ფონიდან დავიწყოთ, ხო? ფონი არის 4-იანი ხმალი, სიტუაცია ესე პაუზაზე მიგვითითებს, ურთიერთობა ახლა თქოს გაჩერებულია, ენერგია ამ ურთიერთობის არ მიედინება თავისუფლად და ორივე მხარე ცდილობს თქოს ერთმანეთისგან დაისვენონ და ფიქრებისგან დაისვენონ, როგორ ასე ვთქვათ დაისვენონ ფიქრებისგან და გარკვენ თუ როგორ გააგზავნონ ყველაფერი, ანუ ეს კონკრეტული ურთიერთობა, ხო? ეს არის რეალურად დროებითი სიჩუმე, ეს არ არის გაციება ერთმანეთის მიმართ, ემოციური დისტანცია გაქვთ აღებული უბრალოდ ერთმანეთთან მიმართებაში იმისთვის, რომ მდგომარეობა გაიაზროთ ერთმა მხარემაც და მეორე მხარემაც, ხო? პირველი ხაზი ეს არის სულელი, ეს არის რვიანითასები, თასების ტუზი. რვიანითასები ხო, კი. რვიანითასები, თასების ტუზი და ფორტუნის ბორბალი. თავიდან ეს ურთიერთობა იყო მარტივი, ფლირტი, სიმსუბუქი და ემოციები თავისუფლებით სავსე სულელიდან გამომდინარე, თუმცა თანდათან გაჩნდა ნამდვილი გრძნობა თასების ტუზიდან გამომდინარე და გულწრფელი ემოცია, რომელიც ამ კავშირს სერიოზულად აქცევს, ხო? რვიანითასები გვიჩვენებს, რომ ერთ-ერთს მოუწია დისტანცირება, ალბათ უფრო მას, ვისაც ეს თქვა ოჯახიან ვალდებულებები აქვს, ეს დაშორება იზოლებითი იყო, არა გულგრილობის გამო, არამედ გარემოებების და გამო.
და ფორტუნის ბორბალი მეუბნება, რომ ეს კავშირი ბედის ნაწილია, შემთხვევით არ არის ეს კავშირი თქვენ შორის, ანუ არ არის შემთხვევითი ესე თქვენი ურთიერთობა, თქვენ ერთმანეთს იმისთვის შეხვდით, რომ ცხოვრების მნიშვნელოვანი გაკვეთილი გაგევლოთ ერთად. დადებითი აქედან ის არის, რომ სიყვარული სუფთა და კარმულია, ორივე მხარე გაიზარდეთ ამ კავშირის მეშვეობით, უარყოფითი ისე რომ გარემოებები ახლა თქვენ წინააღმდეგ არის ასე ვთქვათ მომართული, თქვენ წინააღმდეგ მუშაობს, დრო არ არის ესე ვთქვათ იმისთვის იმაზე თანახმა რომ ეს გზნობა თავისუფლად განვითარდეს დროის ფაქტორიდან გამომდინარე. მეორე ხაზი ეს არის ასე ვთქვათ ცხრიანი თასები, 10-იანი პენტაკლები, 10-იანი პენტაკლები, 9-იანი ესე დავდოთ ხო? 9-იანი თასები, 10-იანი პენტაკლები, 6-იანი პენტაკლები და სიკვდილი ცოტა კარგად რომ გამოჩნდეს. ესე იგი ეს ხაზი ასახავს რეალურ ცხოვრებას, რომ მასწავს ოჯახი, ან ესე თქვა ძლიერი სოციალური ვალდებულებები 10-იანი პენტაკლებიდან გამომდინარე, ეს ადამიანი პასუხისმგებლობებით სავსეა და გრძნობს ასე თქვა მოვალეობას იმათ მიმართ და იმ ესე თქვა სტრუქტურის მიმართ, რომელშიც ცხოვრობს, ხო? 9-იანი თასები კიდევ ერთხელ ესე თქვა გვეუბნება იმას, რომ იქ არის სტაბილურად, ну ასე თუ ისე გინდა, არ გინდა სტაბილური მდგომარეობა აქ პიროვნებას იქ სადაც არის, თითქოს უნდა რომ დაიცვას ის სტაბილურობა, რაც უკვე აქვს და ზუსტად აი 8-იანი თასებიდან გამომდინარე და 9-იანი თასებიდან გამომდინარე უწევს თქვენთან დაშორება იმისთვის, რომ დაიცვას ის სტაბილურობა, რაც უკვე აქვს მიუხედავად შინაგანი ტკივილებისა, რაც გააჩნია თქვენთან მიმართებაში. 6-იანი პენტაკლები გვეუბნება იმას, რომ და მიგვითებს იმაზე, რომ ესე ცდილობს ბალანსის, დაბალანსებას თავის ემოციებს და გზნობების ვალდებულებებს შორის, ანუ ემოციებს და გზნობებს აბალანსებს ვალდებულებებთან. თითქოს უნდა გულით იყოს თქვენთან, მაგრამ გონება უკრძალავს მას ამ ყველაფერს. სიკვდილი კი გვეუბნება, რომ დიდი გარდატეხის მომენტია და ფაზა, ძველი ფორმით ეს ურთიერთობა ვიღარ გაგრძელდება ჩამოძვრფასება თქვენ ორ შორის, საჭიროა ტრანსფორმაცია, სხვა დონეზე გადასვლა, თუნდაც დროებით დაშორების ფასად იყოს ეს, ხო? დადებითი ის არის, რომ პიროვნება ცდილობს არ დაკარგოთ ინარჩუნებს კავშირს ენერგეტიკულად თქვენთან, უარყოფითი ის არის, რომ ამ ეტაპზე ის ვერ მოქმედებს ისე, როგორც მას სურს, ვალდებულებები და ესე ვთქვათ არჩევანი, რომელიც მას რთულად მიაჩნია, ну აქვს, ვერცად ვერ გაიქცევა. მესამე ხაზი ეს არის მაგი, 8-იანი ხმლები, 5-იანი თასები, კვერთხების ტუზი, პენტაკლების პაჟი. ეს ხაზი გვიჩვენებს მის ემოციურ და ფარულ ასე ვთქვათ განზრახვებს, ხო? მაგი იმას გვეუბნება, რომ პიროვნება კვლავ ცდილობს სიტუაციის კონტროლს, უნდა რომ ყველაფერი მართოს ისე, რომ არ დაკარგოს არც ის, რაც აქვს და არც ის, რაც უყვარს, დიახ, ორივე, ანუ თქვენი მხარეს და ის მხარეც, ოჯახის მხარეც, 8-იანი ხმლები არის, შიში ჩაკეტილობა, უმოქმედობა, ის გრძნობს თავს ტყვეთ რაღაცნაირად ვალდებულებებში, სოციალურ ჩარჩოებში და მორალში გახვეული, სადაც ესე ვთქვათ, გონია რომ იძირება თითქოს ჭაობშიაო. 5-იანი თასები გონება, რომ აქვს სინანული გზნობა და დანაკლისი, ის აშკარად განიცდის დაშორებას და გრძნობს, რომ დაკარგვა მისთვის ძალიან ტკივნეულია, რადგან დაკარგა ის, რაც მისთვის ძალიან ფასეულია. კვერთხების ტუზი მეუბნება, რომ ნება და სრული კვლავ ცოცხალია მისი მხრიდან თქვენთან მიმართებაში, მიუხედავად ყველაფრისა, ის ისევ გრძნობს თქვენთან მიმართებაში მიზიდულობას, ну კვერთხები ზოგადად არის ნების არკანი და რა ვუყოთ ნებას ორო იტყვიან და პენტაკლების პაჟი ეს არის მცირედი ფრთხილი კონტაქტი, ხო მესეჯის საუბარი ცდილობა კავშირის შენარჩუნების და თუნდაც მინიმალური ფორმით. ანუ ეს ყველაფერი თქვენ შორის არის რეალურად. თქვენ შორის ეს ყველაფერი უკაცრავად არის, რა ვუყოთ, არსად არ წასულა, იმიტომ რომ პიროვნებას არ სურს თქვენი დაკარგვა. ბოდიშით მირეკავდნენ და გათიშვა მომიწია. დადებითი აქედან ის არის, რომ გზნობები ნამდვილად არსებობს, ძლიერი, ნამდვილი და ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, აქტიურია, უარყოფითი ისე რომ მოქმედება მისი არის შეზღუდული, ვერ მოქმედებს, ის ვერ დგამს ნაბიჯს რეალური ცვლილებებისკენ, რადგან პასუხისმგებლობა და შიში აჩერებს მას მოქმედებებისგან და ნაბიჯების გადმოსვლით მისგან. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ურთიერთობა არ არის დასრულებული, ახლა პაუზაშია. გზნობები ნამდვილად არსებობს, მაგრამ გარემოებები, ვალდებულებები და შიდა კონფლიქტები ამ ადამიანს აძლევს საშუალებას იმოქმედოს თავისუფლად და გულით და ისე როგორც მას უნდა თქვენთან მიმართებაში, ის ვერ გშორდებათ, მაგრამ
ვერც მოდის, ასე ვთქვათ, თქვენთან და ამ სიყვარულმა მსუბუქი თავგადასავლიდან, ასე ვთქვათ, გეზი აიღოს სიღრმისეული კავშირისკენ, მაგრამ ახლა საჭიროა დრო შიდა წონასწორობის მოსაძებნად და შიდა ბალანსების დასამყარებლად ამ სიტუაციაში ბედისწერა გეუბნებათ. ეს არ არის დასასრული, ჩემო ძვირფასებო, ეს არის კარი დასახვის ფაზა, სადაც ორივე მხარე სწავლობს მოთმინებას, ერთგულებას და გულწრფელ გზნობებთან პასუხისმგებლობას. აი ეს იყო ჩემო ძვირფასებო, თემატობრივად ისაკითხი, რომელიც ეხება თუ რა გზნობს პიროვნება თქვენთან მიმართებაში, თქვენ რა გზნობები აქვს მას თქვენთან. მაგარდა ამისა, რომ გზნობები აახსენი სიტუაციაც, ხო? და არა, ისე როგორც იციან ხოლმე, მხოლოდ ორ სიტყვაში გზნობას მოგიგდებენ და ეგ არის. მოკლე გაშლების ჩაწერა დავიწყე. კი ბატონო, ვცდილობდი იქაც რაღაცნაირად ჩამეტია ყველაფერი და მე თქვა როგორც იყო რა, ანუ მაინც ამომწურავად 3-4 წუთში. და ერთ-ერთმა დამიწერა, რომ ჩემი ასე ვთქვათ, ხანგრძლივი გაშლები ურჩევნია და უფრო კარგი იყო და რომ მე გამოვირჩეოდი სხვებისგან, ჩემი გაშლების ფორმატი და ნამდვილად მართალი იყო, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ როცა ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით, მეც კმაყოფილი ვარ, თქვენც კმაყოფილი ხართ და ორ სიტყვაში არ ვიცი, ვისაც მოგწონთ ეს პატარა გაშლები, შევეცდები რომ ჩავწერო ხოლმე. ძალიან კარგია, მაგრამ უფრო ორიენტირებული ვარ, მე ჩავწერო ღრმა გაშლები და ასე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე რომ მოიცავს ყველაფერს და ვფიქრობ, რომ ესეთები, რა ვიცი, მოსაწონიც არის რეალურად, ხო? სიღრმისეულ ინფორმაციას ისევ პირად გაშლებად იღებს ზოგიერთი და რა ვიცი, შეგარგოთ ღმერთმა. დაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო, კარგად იყავით.